ჩვენი სტუმარია ცნობილი დიპლომატი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღიდან 33 წლის განმავლობაში წარადგენდა ჩვენს ქვეყანას საგარეო ასპარეზზე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახლდათ 5 ქვეყანაში. ეს გახლავთ ბატონი კოტე ჟღენტი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო კოტე. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ამისთანა სტუმრების მერე ცოტა ძნელია. ისეთი სასაცილო ისტორიების მოყოლა, მით უმეტეს დიპლომატია სერიოზული პროფესია, კარგად მოგეხსენებოდა. ხო, მაგრამ ჩემო კოტე მე ხეთ ვინაიდან მე მაქვს პატივი რომ შენს მეგობრად ვიწოდებოდა ჩვენ შენობით ვარ. ვეთქვი ჩვენს მაყურებელს რომ გარდა იმ მართლა ძალიან დიდი დამსახურებისა, რაც შენ როგორც 8 წლმოსილ დიპლომატს გაქვს შენ სფეროში, გამოირჩევი განსაკუთრებული ნიჭით იუმორისა და სხვა შორის არაერთხელ გვიხსენებია შენი სახელი იუმორინა სცენიდანაც, აქაც ჩვენ შოუში და ასე შორიდან ციტირებას მე გადავწყვიტე რომ გამეცნო შენი თავი მაყურებლისთვის ამ კუთხით, რასაც ქვია იუმორი და მით უმეტეს ეს დიპლომატია ყველა სიკეთესთან ერთად ამ ხარისთანაც არის დაკავშირებული და შენ ამის მაგალითი ხარ. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული პროფესიის წარმომადგენელი ვარ, ხდება ხოლმე დიპლომატიაშიც ისეთი ამბები, ასე რომ ვთქვათ, რომელიც ზოგი როგორც საქართველოსია ნათქვამი სასაცილო სატირალო არ იყოს, მაგრამ ზოგი არის ნამდვილად ძალიან სასაცილო და შევეცდები რამდენიმე ისეთი ისტორია მოვუყვე არა მხოლოდ ჩემი ისტორია, არამედ ჩემი კოლეგების, რომელიც პატარა გაამხიარულებს ხალხს და მინდა დავიწყო იმით ერთი ყველაზე ესეთი ცნობილი ჩემი კოლეგებისთვის, ვინც თვლით რომ დიპლომატია პროფესია და არა დროებითი სამსახური. იმათვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორია, რომ ერთი ადამიანი დაანიშნეს ელჩად ერთ-ერთ ქვეყანაში. და ნუ უთხრეს, რომ იქნება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ხო და ეთყობა რაღაცა სიტყვა საგანგებოში, რაღაცა იგრძნო, რაღაცა ეს ხიფათი შევწვე. ხიფათი იგრძნო, იმიტომ რომ თან რა გებლობა თუ რაღაცა და მინისტრო რომ შეეუნება რომ მოდიო რა საგანგებო არ მინდა არში რომ მარტო სრულუფლებიანი ვიქნები. ეს არის ყველაზე კარგი ისტორია. მარტო უფლებები რო იყოს. მარტო სრულუფლებიანი არ მინდა, საგანგებო არ მინდა. ცოტა ხანი კი მუშაობდა სხვათა შორის ელჩად. ნამდვილად არის ერთი ისტორია, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფეხბურთო დიპლომატიით მიღწეული შეთანხმება თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის. საფეხბურთო. სხვა შორის ეს ისტორია ჩემი მეგობრის მამამ თბილისის საპატიო მოქალაქემ ნოდარ იგივე ოჩო ცერცვაძემ ბატონო ოჩოს თავის წიგნში დაწერა და მე ვთხარი ძიაოჩო ხო კაია რა. ძიანოდარ მაინც თქვი ხო ოჩოს თუ ეძახი ძიაოჩო მე ვთხარი ხა შენ რო წერ მე რაღაც დავწერო მე ვთხარი არა უშავსო მე ჩემსას უფრო ძველგაზრდები წაიკითხავენ და ახალგაზრდები მე შენც დაწერეო. მოლეთ ეს არის 97 წელი, როდესაც ბატონ ედუარდ შევარდნაძის ვიზიტია იტალიაში. და მე ვარ მოსამზადებელ ჯგუფში, მაშინ დესპანი ვიყავი, არ ვიყავი იტალიაში და დელეგაცია ჩამოვიდა მოსამზადებელ ჯგუფი თბილისიდან და ნუ ამზადებთ პაკეტს ხელშეკრულებების და მათ შორის შევარდნაძე განსაკუთრებით ითხოვდა სამხედრო სფეროში, მით უმეტეს თუ ნატოს წევრი ქვეყანა იყო, რომ აი სამხედრო სფეროში ჩარჩო ხელშეკრულება თანამშრომლობაზე. იქ იმაზე არ არის იარაღის მიწოდება და აქეთ და იქ. იქ არის უბრალოდ საერთო ცნები და რაღაცა ესეთი. მაგრამ ეს იტალიის თავდაცვის მინისტრი უკაცრავად და შეეждდა ვირსზე და იმიტომ რომ თვლიდა რომ ჩვენი მაშინდელი თავდაცვის მინისტრი არის რუსი გენერალი. ისე სიმართლე მოითხოვს ითქვას რომ მართლა იყო საბჭოთა გენერალი, რუსი არ იყო, მაგრამ საბჭოთა გენერალი იყო და არა მე მაგასთან ნატოს გენერალი მაგასთან ხელს არ მოვაწერო. ხო და აიღო და საერთოდ წავიდა შვებულებაში თურმე. ხო ნუ ეს პაკეტი ყველა შევათანხმეთ ეს კულტურის დარგში, ეკონომიკის დარგში, იმის დარგში დიდი ჩარჩო ხელშეკრულება ეს ამას ვერ ვათანხმებთ ვერანაირად თავდაცვის სფეროში და ნუ ბოლო მოთხოვნა იქიდან თბილისიდან რომ არა პრეზიდენტი ითხოვს რომ თავდაცვის სფეროში ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იყოს. ნახეთო მინისტრის მოადგილე და საბოლოოდ ცადეთო რა. კაი მეთქი მე ვთხარი და დავრეკეთ ამ თავდაცვის სამინისტროში იტალიის ვინ არის მინისტრის მოადგილე ვინ არის ჯანი რივერა.
ნუ ახლა ჯანირი ვერ ახლა მე კი ვარ ფეხბურთის მოყვარული და ბავშვობიდან და ძალიან ისეთი მაგარი მაგრამ არანაირად არ მგონია მეთქი დაემთხვა სახელი და გვარი მე და თემური ჭოხონელიძე ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწე მაშინდელი ბატონი ირანგლის მივედით ახლა საგარეო იმაში თავდაცვის სამინისტროში მივედით და რო გავახე კარი და ვხედავ დგას ეს ჯანირი ვერა კაცო ფეხბურთელი ჯანირი ლეგენდა ხო და ისეთი იმაში ჩავარდი შენ აქ რა გინდა მეთქი ეს ცოტა შეცბა ესე თქვენო მე მიცნობთო შენ გიცნობთ მე ვთხარი შენ გიცნობთ რა თქვია მე ვთხარი იმ სოფლიო გიცნობთ და საქართველოს შეზე ლოცულობ მე ვთხარი თელი ეს გულშემატკივრები და ისე აღიშვებულები არიან მე ვთხარი შენზე მილანზე მე ვთხარი ჩამოუთვალე ეს მილანის შემადგენლობა თქვენ ფეხბურთზე მე ვთხარი მაგრამ ფაბრის რა ვთხარი გერმანიის ფედერაციულთან მე ვთხარი ნახევარ ფინალში მეორე ტაიმში ბოლოს რო გამოგიყვანა მე ვთხარი და დესისტი არჩია შენ გამოყვანას სად დესისტი და სად შენ მე ვთხარი ეს მიყურებს ესე მომწან დაჟდა ეხა რა გნებავთო მითხარ მე ვთხარი აი ესეთ სიტუაცია რაღაცნაირად ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ მე ვთხარი ბოლო დარტყმა რომ მივაყენო მე ვთხარი შენზე მე ვთხარი სიმღერებს ღერიან საქართველოს სუფრაზე სუფრაზე მართლა იყო მაშინა ესე გიტარით სუფრაზე მღეროდნენ ხოლმე ნო პრიმადონა სი პრიმავერა ბამბინო დორო ჯანი რივერა საჯმა ჩენჩერმა სასტოის ჩავერა ჩენჩერი ხო იცის ვინ არის დღეს ითამაშებს ჯანი რივერა რაღაცა დიდი ქოჩორი და ციცქნატანი ასეთი იყო რივერა ჯანი მიყურე ხო რა გაგიკეთო იტი დაგეხმარო რიტიგზე პატივი და მაშინ იმუშავა და მე ვთხარი არის მეთქი ესეთი სიტუაციები როცა დარგობრივი მინისტრების მაგივრად დელეგაციის ხელმძღვანელები აწერენ ხელს შეთანხმებას და მე შევეცდები მე ვთხარი რომ ჩვენი მხრიდან ბატონმა შევარდნაძე მოაწეროს და შენ მეთქი ჩააწყერო პროდი მოაწეროს თქვენი მხრიდან წადიო მითხრა აი ის შევარდნაძეო კედელო დაანგრიალო ბერლინის და ხო მე ვთხარი აი შევარდნაძეა ზუსტად წადიო ხა შენ ეს გამიგეთეო და აი რა გინდაო შენ თუ მაგას გააკეთე ამას მე მივხედავ წავედი გავარდი ეგრევე სასტუმროში და ჩამოდის კიბეებზე ბატონი ედვარდი მინისტრი აგვერდი მივედი ყველაფერი მოუყევე ბატონი ირაკლის და სადაც კიდევ ერთხელ და თუ არ და მოვაწერო თქვა და გავიგონე და გამოვარდი უკან და მე ვთხარ და აი ესე არის მე მგონი ერთადერთი შემთხვევაა რომ სუფთა საფეხბურთო დიპლომატიით ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში მოეწერა სამხედრო სფეროში ორი ქვეყანაში ბატონო როგორ კეთება დიდი საქმეები იუმორით და მახვიდგონიერებით აი ეს ისტორია ნამდვილად იყო შენ თხოვნით შემოგია აგერ დამამტკიცებელი საბუთი მოვიტანე ფოტო კი ნანაკი მაგვიე ფოტო რომელზეც შუაში ჯანი რივერა იტალიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი თემურ ჭოხონელიძე ჩვენი მინისტრის მრჩეველი და მე აგერ ერთად ბატონო აჩვენოთ ესეც მაყურებელს წინასტუმრებას თავის მეგობრებაზე მოყვანდა მეც ხო შემიძლია ჩემ მეგობრებზე რა თქმა უნდა მით უმეტეს ბატონი ზაზა აბაშიძე დოდოევიჩი რომელიც ჩვენთვის ცნობილი ისტორიკოსი და საყვარელი პიროვნება და მეგობარი ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი იყო ის ავაცახსენებელი ხუმრობ რა თქმა უნდა კარგი დრო როდესაც ჩვენთან მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ სამმართველოში სოციალისტური ქვეყნების სამმართველო და დსთ-ს სამმართველო და იქ იყო სამმართველოს უფროს მოადგილე სახში მივიყვანე კარგად მოვილხინეთ ერთ ადგილას და გვიანია რაღაცა პირველი 2 საათია და თავის სახში მივიყვანე ყოფილი პლეხანოვის ზევით ქუჩაზე ცხოვრობდა და მე წამოვედი და ის თურმე სახში არ ეიძახის რომ ბავშვტირო და იმიტომ არ შევედიო მაგრამ მე დიდი ეჭვმა ქრო ცოლთან რაღაცა ის მოუვიდა ეს გვიან მისული მთვრალი მისულაზე და გაბრაზებულიო მაგას კი ეიძახის გაბრაზებული გამოვიჯახუნე კარები და მოვდივარო და დავეშვი ესე ქვევით მეგობარი ცხოვრობდა კამოსორში და იმასთან აპირებდა წასვლას რომ იქ დავრჩები ალბათო და აი საბაჩი პერეოლოგს რო ეძახდნენ მე ჩოდრიშვილის ქუჩა იყო რაღაც ერთ მომენტში მიდის იქა და დაინახა სომხეთის საელჩო და დროშა სომხეთის მივიდა დარეკა ზარი გამო 2 საათი გამოვიდა იქიდან რა გნებავთ პოლიტიკურ თავშაფარი მინდა სომხეთშიო
რაო იმან თხა? პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვ სომხეთში. ეხა აქედან წაითვალე პოლიციას დაუძახებო. რა პოლიციას დაუძახებო? ამოიღო ჩვენ საგარეოში. აი საგარეოში მუშაობ, იმას არ აჩვენებში. ხო და აი ეხა ეს რო აჩვენა, ის ცოტა შეცბა ის ვიღაცა. და დარეკა ელჩთან, სომხეთის ელჩთან საქართველოში. რომ აი ესე ვიღაც მოგვადგა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს სომხეთში. თან წიგნაკს მაჩვენებს საგარეოში. რატო ითხოვს ერთი კითხეო სალამისა? რატო ითხოვ იმის ეუბნება? რატო და ცოლმა არ შემიშვა სახში და გაბრაზებული ვარ და იმიტომ ვითხოვ ესე. ერთი და წაიკითხე ვინ არის სახელი და გვარი. სახელი და გვარი საუბარში ძებოდი გააგდე მაგედან მაგის. ხო და ეს მე მგონი ერთადერთი პიროვნება არის ისტორიაში ვინც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა სომხეთში. ერთი ჩვენ თანამშრომელი იყო რომ ეხება სპეციალურად ხე ზაზაკი შეუთანხმეთ იმიტომ ახსენე გვარი და სახელი. იმას არ ვიტყვი სახელს და გვარს ჩვენ თანამშრომელი იყო რომელიც მე პარლამენტში გადავიდა იქ სამუშაოდ მაგრამ ნუ ეხა მიღებებზე და იმაზე დადიოდა ხოლმე და ის და ჩვენ მეორე თანამშრომელი მიღებაზე მივიდნენ სომხეთის საელჩოში და ცოტა კი კარგად მოილხინეს იქ ხო კაი კონიაკი და ის და აქეთ და იგი და ჩამოვარდა ლაპარაკი იმასთან ელჩთან და ყველაფერი რომ მოადა გადავიდა ფეხბურთზე რა თქმა უნდა და ეხა ჩვენ ფეხბურთის ამბები ჩვენ და სომხების აქეთ იგი და ესენი ორივე იყვნენ ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრები როგორც კიდე კაი ტატიშვილი წასულია როგორც მე ბავშვობიდან ბრაზილიის და მადრიდის რეალის რაც ლათვარესია გულშემატკივარი ვარ და ესენიც ბრაზილიის და თქვენო ვისი გულშემატკივარი ხართო ემელჩ მაგითხა ჩვენო ბრაზილიის გულშემატკივარი ვართ და არგენტინაზე რას მეტყვით რას ფიქრობთ ო არგენტინის არ მიყვარს არგენტინის ფეხბურთი რატო და სომხურ ფეხბურთს თამაშობენ და რო თქვა მე მეხტა რომ სომხეთის ელ შეუნება ხო და იმანაც ცოტა შეღერე სომხურ საჭიროს იყო ჩვენ თავობაში ესეთი ის რომ არგენტინელები სომხურ ფეხბურთს თამაშობენ ბრაზილიასთან შედარებით სანამ მე მარადონა და მესი რო გაჩნდა მე ახალგაზრდობა შემოტრიალდა იმისკენ არგენტინისკენ შვიდობიანად ჩაიარა იმედია მაგამ ბავლა კი შვიდობიანად მე ყველაფერი კარგად დამთავრდა ეს ვეტყვი ჩემო კოტე მაყურებელს რომ აი ხუმრობათ მაგრამ რაც მე ჩემი თვალით მაგს ნანახი აუცილებლად მინდა რომ უთხრა მაყურებელს რომ ძვირფასო მეგობრებო, გქონდა ჩვენ იმის ბედნიერება, მაშინ ბატონი კოტე იყო უზბეკეთში ელჩი და ფანტასტიკურ დონეზე ორგანიზებული კულტურის დღეები, სადაც ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა ქუჩის მუსიკოსებმა, იქ იყო ერისიონი და ნუ აი ეს იყო ნამდვილი ზეიმი და აი ნიმუში იმისა, როგორ უნდა წარადგენდეს შენი ქვეყნის წარმომადგენელი შენს ქვეყანას და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრა შენ ჩემო კოტე.